ეს კადრები 2025 წლის 29 აპრილს გურჯაანში, ღვინისა და კონიაკის საწარმო გრუზვინპრომის ტერიტორიაზეა გადაღებული. ახლა დღის პირველი საათია. ღვინის ქარხანაში 1 საათიანი შესვენება დაიწყო. საწარმოს ტერიტორიას ქარხნის მუშები ტოვებენ და იქვე ახლოს, 2 სართულიან სახლში შედიან. გამარჯობა. საიდან ჩამობძანდით? გრუზვინპრომში დასაქმებულ არც ერთ მუშას ქართული არ ესმის. დგინდება, რომ ღვინისა და კონიაკის საწარმოში мушები თურქმენეთიდან ჩამოიყვანეს. Вы откуда? Из Туркмении? Вы здесь работаете, да? Очень хорошо. Давно вы уже в Грузии? Да. Полгода. Полгода? Сколько у вас человек? Много? Много? 40, 50? Нет. А чем вы занимаетесь? Можно узнать? თურქმენეთის მოქალაქეები გურჯაანის ქარხანაში დღისა და ღამის ცუდად მუშაობენ. ადგილზე გვიყვებიან, რომ მოსახლეობა, რომელიც აქ იყო დასაქმებული, გაუშვეს და მათ ნაცვლად კომპანიის მფლობელმა შუა აზიელი თანამშრომლები ჩამოიყვანა. Вы гражданка Средней Азии? Да. С вашей семьей сколько человек здесь в Грузии переехали работать? Не говорите по-русски? И на грузинском тоже не говорите? Здесь сколько семей живет? Здравствуйте. Сколько семей здесь живет? Много? Ребенок спит? Нет. Кто? Ночью спит. Смена вторая спит, да? შპს გრუზვინპრომი ბოლერო და კომპანიის საკუთრებაა, რომელსაც საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე ვახტანგ კარიჭაშვილი ფლობს. კარიჭაშვილი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნეს პარტნიორია. ის საქართველოდან რუსეთში ღვინის და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია. Почему вы снимаете? Это что? Давай, закройте камеру. Да, понятно. გურჯაანის ქარხანაში მანამდე ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული. ხალხი გვიყვება, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა ჯერ გურჯაანელების სამსახურიდან გაუშვა, შემდეგ კი მათი სამუშაო ადგილები თურქმენეთისა და შუა აზიის ქვეყნებიდან ჩამოყვანილმა მოქალაქეებმა დაიკავეს. გაჭირვებული ხალხი, ვინც უმუშევარი დატოვეს, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. დიახ, თუ ქართველები ასობით, ერთი და ორი არა, ასობით ქართველი ქალები. და უმუშევრები ვართ, აი ორგანიზმზე ვცხოვრობთ და ისინი არიან მუშაობენ და ჩვენ კიდე ესე უმუშევრები ვართ. მათ შორის თქვენს ქალბატონოთელა? დიახ. მუშაობდი მეც. გვითხრეს დროები თუ და მიგიღებთ კი არა დაამატეს უფრო მეტი ქართველი ქალები გამოგვიშვეს. დიახ. ეხლა არიან ტაჯიკები და ჩვენ კიდე უმუშევრები. თქვი რომ იყვნენ ეგენით, რატომაც არა, ეხლა ჩვენი ხალხიც მიდიან სხვაგან, მაგრამ იქ იმ ქვეყანას აქ იმის საშუალება, რომ ჩვენი ხალხიც დასაქმონ და ის ადგილობრივებიც, მაგრამ ახლა ამათ გამოუვიდათ, რომ ჩვენი ქალები გაგვანთავისუფლეს, ურის ფული არა გვაქვს. გაჭირვებულები ვართ და ტაჯიკებს ამუშავებენ. გურჯაანში ჩვენ შევხვდა არაერთი პირი, რომლისთვისაც ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული ბიზნესმენის ქარხანაში მუშაობა შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო. თუმცა სამსახურიდან გამოგონილი მიზეზით გაუშვეს და მათ ადგილას თურქმენები დაასაქმეს. რატო გამოგიშვეს? ვის გამო? შემცირებაში მოყვებით. უზბეკები რომ მიიღეს, გამოგიშვეს. და უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ჩაგანაცვლეს? თქვენზე პროფესიონალები არიან, გამოცდილება? არაფერთ, 4 აპარატურ მუშაობთ, ჩვენზე პროფესიონალი იქნებიან. შაბათის ეთერი დაინტერესდა. აქვთ უარე სამუშაო ვიზები თურქმენეთის მოქალაქეებს. ისინი ლეგალურად არიან დასაქმებული თუ ტურისტული მოტივით ჩამოიყვანეს და არალეგალურად ამუშავებენ. კადრებში ცხადად ჩანს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები აქ ოჯახებით არიან ჩამოსულები. ნაწილს ახლავს მცირეწლოვანი ბავშვებიც. აი ნახეთ რამდენი ადამიანი ცხოვრობს, ახლა მაინტერესებდა უბრალოდ. როგორ ეტევია? არა, აქა ცხოვრობს 12 კაცი ალბათ. 12-ზე მეტი დავითვალე მე რა. ნუ ეხლა მოდიან ხოლმე შესვენებაზე 1000 ჭამენ პულს. სხვადასხვა სახლებში არიან გადანაწილებულები? რა თქმა უნდა, ზოგი თვითონ ხსნის იმას პინას, ზოგი სხვაგან არის. ასე რომ ეხლა ესე დაუკითხავთ, მართლა არ შეიძლება. ეს საიდან არიან ეს პიროვნებები, ეს მაინტერესებდა უბრალოდ გაგება. შუა აზიის ქვეყნებიდან არიან. აი რომელი ქვეყანაა, თქვათ მოწინავეთა რიგებში. მოდით რა, ეხლა მოდი დავლაგდეთ, ჯერ ეგ მითხარით, აი
როგორ მოხდით აქ რანაირად ან შეიძლება ერთი წუთი რა რამესაც მოვედით პატარა ბავშვი ცხოვრობენ აქ ოჯახებით არიან ეტლების არის საბავშვო ერთი ბავშვია სტუმრად არიან მოსული რამდენი ხნით 4 თვით მოვიდნენ სტუმრად რა ერთი წუთით რა 4 თვით არიან სტუმრად თუ 6 თვით შაბათის ეთერისათვის ცნობილი ხდება, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ქარხნიდან ჯამში 40-მდე ადგილობრივი დაითხოვეს. ისინი კი შუა აზიის ქვეყნებიდან ჩამოყვანილი მუშებით ჩაანაცვლეს. ფაქტებს ქარხნის ადმინისტრაციასთან და ქართული ოცნების შემომწირულთან მიხეილ გიგაურთან ვამოწმებთ. ასე ჩოდით ქართული მუშახელი სამსახურიდან რატო გაუშვით? ქართული მუშახელი სამსახურიდან გაუშვით და შუა აზიიდან ადამიანები ჩამოიყვანეთ და ეგენი ხელმძღვანელობასთან შევათანხმდით და რამდენი ადამიანი დაითხოვეთ სამსახურიდან საქართველოს მოქალაქე? რამდენი ადამიანი დაითხოვეთ? არავინ არ დაითხოვა, მე არ ვარ საქმის კუჩი ვირა დაითხოვეს. როგორ არის ტერიტორიიდან გავბრძანდეთ თუ შეიძლება მე გადავიღოთ შევთავაზეთ ხელმძღვანელობას და მე გადაიღეთ. ცენტრალურ გურჯაანში 50 ადამიანი მარტო ამ სახლში ცხოვრობს. წვრილი შვილით, ოჯახებით, სოლქმრებით და ასე შემდეგ. რამდენი ადამიანი დატოვეთ თუ სამსახურად? რას ქვია არ მაინტერესებს? სქემა ასეთი იყო. ქარხნის ადმინისტრაციამ ვიდრე მუშებს სამსახურიდან დაითხოვდა მოთხოვა, რომ უცხო ქვეყნიდან ჩამოსული მოქალაქეებისათვის სამუშაო პროცესი აეხსნათ და შეესწავლათ. მას შემდეგ, რაც შუა აზიის ქვეყნებიდან ჩამოსულმა მოქალაქეებმა საწარმოო პროცესი აითვისეს, ადგილობრივი გლეხები სამსახურიდან გაუშვეს. ჩამოიყვანეს, ასწავლეს მაგტაჯიკებს და ის ხალხიც გამოუშვეს მე. ვინც ასწავლა? კი, რა თქმა უნდა, ქალები გამოუშვეს. ბევრი ქალები. თითქმის ვინც ამუშაობდით, 3 თვის იყო, ცეხი, პირველი, მეორე და კონიაკების კიდე ცალკე. სულ ყველანი გამოუშვეს. თითო როლაღა დატოვეს. არამედ აი უხوارიან შეტაცები. თუ გურჯაანში ადგილობრივი მუშა ღვინის ქარხნიდან შემოსავალს გამომუშავებით იღებდა, უცხო ქვეყნიდან ჩამოყვანილ მუშებს ხელფასი მათივე თქმით ფიქსირებული აქვთ და თანაც მათზე გაცილებით მეტი. $500 ხელფასი. ხო უფრო ნაკლები გამოგდიოდათ. დიახ. ანუ მთელი გურჯაანი დატოვა, ახლა ამ ქარხანამ უმუშევრად, ესე გამოდის. ნახევარი მუშა. რამდენი ადამიანია გამოშვებული აი ბოლო 6 თვეში, ბოლო 9 თვეში? სადღაც 150 კაცი. ქარხნიდან გამოშვებული ადგილობრივი მუშების თქმით, ადმინისტრაციასთან პროტესტი არაერთხელ სცადეს, თუმცა პასუხიც ვერ მიიღეს. ვიღაცა ყავდათ, ვიღაცა ნაცნობი ყავდა, იმან ჩამოიყვანა ხალხი, მე იმ კიდე მოუმატეს, მოყავდათ და მოყავდათ, რა. ქარხანაში სამუშაოდ შუა აზიიდან ჩამოსული მუშების ნაწილი საწარმოს ტერიტორიაზე ცხოვრობს, ნაწილი გირით გადის. ნინოშვილის ქუჩაზე მარინასთან ღვინის საწარმოში მცხოვრები მუშები თვეების განმავლობაში ცხოვრობდნენ, თუმცა ბოლოს მეპატრონე გაძარცვეს. თან რო წავიდა, წინასწარ გაზი დაეთყობა, ლეიბები, საბნები, ჭიქები, აბა თავის არაფერი მოუტანია მაგას. დანები, ჩანგლები, ყველაფერი წაიო. მე მივადექი იქა და მე ვთქარი მილიციას გამოვიძახებ, დააბრუნე მეთქი და მაინც დამაკლო ნახევარი, მაგრამ რაღაც ჭიუდი გენერები აღარ მქონდა. მე მითხარო ჩემი უფროსებს არ უთხრა. მოდე ეგ იყო და ეგ. რამდენი ხნით ჩამოვიდა? რავი, ახლაც აქ არის. 2 წელი დაიწყო. მას შემდეგ, რაც ჩვენ ტერიტორიაზე სავარაუდოდ უკანონო დასაქმებული მოქალაქეების კადრები გადავიღეთ, ადგილზე ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა. ჩვენ სამართალდამცველებს ვთხოვეთ გადაემოწმებინათ ჩვენთან ერთად, რა სამართლებრივი საფუძველით მუშაობდნენ ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ ქარხანაში თურქმენეთის მოქალაქეები და ჰქონდათ თუ არა სამუშაო ვიზა. წამობრძანდით, ჩემთან ერთად მინდა რომ გადაამოწმოთ თურქმენეთის მოქალაქეები. მაინტერესებს ლეგალურად არიან ისინი ჩამოსული თუ არა, საქართველოში სამუშაო ვიზა აქვს თუ არა, აქვს თუ არა ტურისტული ვიზა. წამოდით ერთად გადავამოწმოთ ახლა. ამისთვის არსებობს სპეციალური სამსახურები, ვინც ამოწმებს საქართველოს შემოსულ ტურისტებს. გურჯაანის კრიმპოლის შეფი ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტზე საუბრობს, რომლის უფლებამოსილებაცაა უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქმეების შესწავლა, რომლებიც საქართველოში არიან დასაქმებული, ამიტომ მივდივართ უწყებაში ინფორმაციის დასაზუსტებლად. Polerent კომპანიაში რამდენი სამუშაო ვიზა არის გაცემული და ბოლოს როდის შეამოწმა? არა, ეს განცხადება უნდა დაწეროთ, განცხადებას გუმართეთ და გაგცემენ პასუხს.
ოფიციალური წერილი მიგრაციის დეპარტამენტის შეფის გურამ დავითაშვილის სახელზე დავწერეთ. მიგრაციის დეპარტამენტი მალევე გამოგვეხმაურა. დავითაშვილმა წერილში განმარტა, რომ მიგრაციის სამსახურმა ჩვენი განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში გადააგზავნა. კანონმდებლობის მიხედვით და მთავრობის 2023 წლის დადგენილებით, იმ ქვეყნების მოქალაქეებისათვის, სადაც უვიზო მიმოსვლა გვაქვს, სავალდებულოა დამსაქმებელმა შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად დასაქმებული დაარეგისტრიროს. ყველა საზღვრის კვეთისას კი რა დროსაც ქვეყანაში ერთწლიანი მუშაობის შემდეგ პირის საზღვარს გადაკვეთს და უკან შემოვა, ახალი შრომითი ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს. იმისათვის რომ საქართველოში მყოფმა დამსაქმებელმა კანონიერად დაასაქმოს აღნიშნული პირები, უნდა მოახდინოს აღნიშნული დასაქმებულების რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ პორტალზე, სადაც უნდა აიტვირთოს ინფორმაცია მათი წარმომავლობის შესახებ, მათი კვალიფიკაციის შესახებ, მათ შორის დასაქმების თაობაზე ადგილის ხელფასწოდენობის მითითებით და ეს არის დამსაქმებლისთვის სავალდებულო რეგულაცია. ეს შრომითი ხელშეკრულებებიც უნდა იყოს იმ ვადით გაფორმებული, რა ვადითაც ამ პირებს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის უფლება აქვთ. რადგან ჩვენ ადგილზე პასუხი ვერ მივიღეთ ვერც გურჯაანში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების შრომითი უფლებების დარღვევაზე და ვერც სავარაუდოდ არალეგალი მიგრანტების დასაქმებაზე, ინფორმაციის გადასამოწმებლად გრუზიუმპრომის მფლობელი კომპანიის სათაო ოფისში მივედით. საიმიგრაციო დოკუმენტები რო გადავამოწმო წესრიგში აქვს თუ არა ამ ადამიანებს. უნდა გქონდეთ ამ ადამიანებს. უნდა გქონდეთ გავიგე და ერთად მინდა რომ ნახოთ ხო კავიტონათია. დავწმუნდეთ რომ წესრიგში არ მაქვს ინფორმაცია ეს ადამიანები დასაქმებულები არიან გრუზიუმპრომში, იქ ცალკე შეპესია, ცალკე იურიდიული პირი არის, უბრალოდ ბოლერო. ვიცი, საკუთრებაა, დიახ. ბატონო. ბოლეროეთ კომპანიის HR-ის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია კარიჭაშვილი, უჩა მამაცაშვილის ბიზნეს პარტნიორის ვახტანგ კარიჭაშვილის შვილია. ის გვეუბნება, რომ უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე, რომელიც მამის ქარხანაში მუშაობს, შრომითი ხელშეკრულებითაა დასაქმებული. თუმცა ჩვენ ვერ წარმოგვიდგინეს ვერც ერთი დოკუმენტი, რომელიც სამუშაო ვიზების მოპოვებას, შრომითი ხელშეკრულებების არსებობას და საშემოსავლო გადასახადების გადახდას დაადასტურებდა. თურქმენეთზე სწორება რატომ მოხდა ეს მაინტერესებს. არ ვიცი, რაღაცნაირად მოხდა ისე, რომ ჩამოვიდნენ თვითონ საქართველოში და მოხდა ისე, რომ დასაქმება დაინტერესდა თურქმენეთი ალბათ საქართველოს დასაქმებით. მამას ხო არ აქვს, რამე ვალდებულება ხო არ აქვს ამ ქვეყანასთან, რომ სწორედ თურქმენეთიდან ჩამოეყვანა ეს პიროვნებები. ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს ავიყვან სამსახურში. თქვენ ქარხანაში მუშაობს 100-მდე პირი. თურქმენეთის ოჯახებით არიან ჩამოსული, შვილები, შვილიშვილები, ძიძებით. როგორ არა? ოჯახებით არ ვიცი, ზოგი არის თურქმენი რა თქმა უნდა ჩამოსული, თუმცა ოჯახებით და შვილებით, ძიძებით ნამდვილად არიან ჩამოსული. ჩვენ ჩავწერეთ გრუზიუმპრომში დასაქმებული არაერთი ქალბატონი, რომლებიც ქარხნის ადმინისტრაციიდან სატელეფონო ზარს ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ელოდებოდნენ, თუმცა სულთქოილად. მოგვიანებით გაარკვიეს, რომ მათ ნაცვლად სამსახურში მოქალაქეები შუა აზიიდან დაასაქმეს. სექტემბერში გახდებოდა 9 წელი. რაც იქ იყავით? და რატო წამოხვედით? არ წამოსულ ვართ 24 დეკემბერს, რომ დავასრულეთ მუშაობა. ანუ საახალწლო ვარ და დეგები რო იტყვიან ასე, გითხრეს რომ დაგირეკავთო და შემდეგ 8-დან უნდა დაგვეწყო და არ დაგვირეკეს 8-ში. მიიყვანეს ეს ტაჯიკები 8-დან. მერე გავიგეთ რომ მუშაობდნენ ოპერატორებმა გითხრეს რომ ესენი მუშაობენ და თქვენ არ გითხრესო და არა უთხარით. გავიდა რამდენიმე ხანი არ დაგვირეკეს არც გაგვაგებინეს რამე და მერე მივედით და გითხრეს რომ პირველი თებერვლიდან დაგირეკავთო და მოგზადებითო. თებერვალის გავიდა, მარტიც გავიდა და ესე დავრჩით. ჩვენ წამოსულები ვართ და რა ვიცი, რა ხდება ეგე, რა ვიცი. მიბრძანდით და იქ გაიგებთ რა ხდება. და რატო წამოხვედით თქვენ? მე ვიცი რომ გამოგუშვეს ჩვენ, აბა რა რატო წამოვედით? ჩვენ გამოგუშვეს, ფაქტიურად ოფიციალურად არ გვითხრეს წავდითო, მაგრამ ფაქტიურად ახალ წლებზე რომ დაგვითხოვეს, აღარ მიგვიღეს. და ეს ხალხი საიდან მოიყვანეს? თურქმენეთიდან. არ ვიცი რა პროგრამა არის, რა არის, არაფერი არ ვიცით. არასამუშაო დღეებში შეიძლება თემო გულიაშვილიც ქარხნის სტაჟიანი თანამშრომელია, თუმცა ამბობს, რომ ის გრუზიუმპრომიდან დაითხოვეს. 25 წლის ასაკში იძულებული გახდა იტალიაში სამუშაოდ წასულიყო. როდესაც გამომიშვეს სამსახურიდან ერთი თვით ადრე გამაგებინეს და მეორე დღეს სამსახურში რომ მივედი უკვე აღარ შემიშვეს. შემდეგ წამოვედი ემიგრაციაში მე და
საქართველოში უკვე აღარ მქონდა არაფრის იმედი. ერთადერთი ჩემი შემოსავალი იყო ეგ, სადაც მუშაობდი გრუზიმპრომის ქარხანაში. და მაგიტომ მომიწიეს იტალიაში წამოსვლა. ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენები ქარხნის თანამშრომლებს მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების გარდა ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებებზე წასვლას აიძულებენ. შაბათის ეთერს კონფიდენციალობის დაცვის პირობით მოქმედმა თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც ქარხნის მუშები სამარშრუტო ტაქსებით ქართული ოცნების ყრილობაზე წაიყვანეს. არჩევნების წინ კი ღვინის ქარხანაში წინასაარჩევნო შეხვედრა ეწყობა. შემდეგი პათოსით, ვინც ხმას ქართულ ოცნებას არ მისცემს, სამსახურიდან დაითხოვენ.